მე ვარ ემილი მეკეიძე 7 წლის. სწავლობ 25 საჯარო სკოლაში. მე მიყვარს ცეკვა და სიმღერა, ინსტრუმენტზე ვცურავ გიტარაზე და ფანდურზე. უკვე 1 წელია ვარ ანსამბლ ტრედებში. მახსოვს პირველი დღე რომ ტრედებში მივედი. მე რომ მივედი, გოგო და ბიჭი იჭდნენ და ვუყურებდი გაკვირვებული რომ რასაკეთებენ მეთქი და იქ რაღაც კარები იყო, ჯერ ფანდურზე არ ვუკრავდით, ჯერ უბრალოდ სიმღერას ვღეროდით მუსიკისა. მასწავლებელს ჰქონდა რაღაც მუსიკის ჩასართავი და რო ჩართო ვღეროდით. და მე რაღაც კარები იყო და ვერ მივხვდი რის კარები იყო. სიმღერა დავამთო იმ კარში შევედი და ცეკვის დარბაზი იყო. ჩემი საყვარელი სიმღერაა აფხაზური. ისევ გელოდება აფხაზეთში ოდევის ყრა შერეუგზა ბიჭებოს რომ გიყვარდეს ისევ ერთმანეთი აფხაზეთში გაუმარო ბიჭებო. გიტარაზე 3 სიმღერა ვიცით, ფანდურზე ძალიან ბევრი. ფანდურზე ძალიან ადვილად ვისწავლე დაკვრა და სიბებს რო ვაჭედებას ცოტა მტკივა ხელები რო ავაჭედე ბასები ქლება კატო და ფხაზავს რაღაცა და ფხაზავს ესე მექნება მე ხელები. ჩემი ძმაც და დიდი 11 წლის არის და ესე დიდი და ჩვენი მატრიქს მივყვებით რა. ისინი რო ფანდურზე დავკრავენ, ჩვენც დავკართ ხვალ ფანდურზე გიტარა და ასე მივყვებით. მასწავლებელმა ასე გვასწავლა. მასწავლებლის სახელები გინაკითხა ცეკვის და სიმღერის. ნინო აბესლამიძე და როინი პერიძე. რონი არის ბიჭი, ცოლ-ქმარი არის. ნინო მასწავლებელი მასწავლის სიმღერას და როინი მასწავლებელი მასწავლის ცეკვას. ყველაზე მეტად მეყვარს ორივეზე დაკვრა, მაგრამ უფრო გიტარაზე. უკვე მქონდა 2 კონცერტი. ძალიან მეყვარ დიდ სცენაზე იმითქომა, იმიტომ რომ ძალიან დიდია და ვეტევით ბავშვები. მინდა შემდეგ კონცერტზე მიმოჩქოს ყვავილები. მაგალითად ბიძაშვილება და მომიდაშვილება. ისე ყვავილები და მე ვგავარ ვარდს. რაც შეეხება ცეკვას, ძალიან ადვილია ყველაფერი. ცერებზე რო ვდგები ახლა რო დავდივარ ესე, ძალიან მტკივა ფეხები და ჩაწევა არ მინდა, იმიტომ რომ რო ჩავიწევი და მინახავენ და ანუ ყველაზე ძნელი არის ფეხით ცერებზე დგომა. ყველაზე ადვილია ხელების ასე მოძრაობა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის ახალი აჭარული. ეგ რომელია და ახალი აჭარული არის 4 გოგო დადგებიან დიდები გამოვლენ სცენაზე, მე ესე უკან დაბრუნდებიან და მე ყველა გავართ სცენაზე და გავევლით რა. სახში მაქვს ძველი აჭარულის ფორმა. მე მინდა მქონდეს ასეთი საკონცერტო კაბა. უნდა იყოს გრძელი, ლურჯი და ქამარი შავი. მე მინდა კონცერტი მქონდეს პარიზში. იაპონიაშიც მინდა, მაგრამ არ წამიყვანებენ, იმიტომ იაპონელად ლაპარაკი არ ვიცი. მე ახლა ვიცი ინგლისური და რუსული ცოტა. კიდე მინდა ვიცოდე ჩინური ენა. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მასწავლებელები ძალიან საყვარლები არიან და თბილები და ყურადღებიანები. ჩემ სკოლაში ყველაზე მხიარული არის ბარბარე ფუტკარაძე. ყველაზე ცელქი არის ანო ფუტკარაძე. ყველაზე ჭკვიანია ნუცი კირკიდაძე. ყველაზე წყნარი არის ბარბარე ბოლქვაძე და ყველაზე შვიდი არის ნუცი კირკიდაძე. ნუცი კირკიდაძე აქაც იყო, მახსოვს მე ვიდეოც ვუყურე. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ძალიან გავარ პრინცესა ელზას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის სიამზე გელაძე, იმიტომ რომ თბილია, საყვარელია, ყურადღებიანია. კიდე ლამაზია. სიამზე მასწავლებელი ყველაზე უფრო მეყვარს და იმასაც ვუყვარვე. რო გავიდე, მინდა გამოვიდე ექიმიკულიც ექიმი, იმიტომ რომ მინდა რომ გადავარჩინო ადამიანების სიკეთის გაკეთება მინდა და რა ქვია ადამიანების გულის რა ქვია გადარჩენა. თუ ექიმი ვერ გამოვა, მაშინ გამოვა მაღაზიის გამყიდველი. მე მინდა რომ მქონდეს საჭმელების მაღაზია პროდუქტები. მაშინ თუ არ გამოვალ ექიმი, მაშინ გამოვალ ან მაღაზიის გამყიდველიც თუ არ გამოვალ, მაშინ გამოვალ
თმების შესაჭრელი ქალი, ანუ საკრასკოვების ქალი, ანუ რო გავკრასკო ყველა რა. ესა. და დავაქვემდი, რა ქვია, სილამაზის სალონი ემილი მეკეიძე. ახლა მინდა რომ ვიყო 22 წლის, იმიტომ რომ მექლემა სამსახური. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ჩემი პატარა ძმა და ჩემი დიდი ძმა. კიდე მინდა ვიყავდეს 3 ძმა და 2 დაიკო. ჩემი ძმა არის 11 წლისა, ქვია ნიკა მეკეიძე. ეს არის ჭკვიანი, ზრუნველი, ოჩაღი. მეორე ძმა არის 9 თვის და ქვია ლუკა მეკეიძე. ძალიან კარგია რომ ძმა დაიბადა, იმიტომ რომ ერთი პრინცესა მინდა რომ ყოფილიყავი. ლუკა არის საყვარელი ფუთქუჩა. ლუკები აქვს ძალიან ეს რა ქვია, ფუთქუჩა. საყვარელია, ცოტა მტირალი არის, ცოტა ოнд. ხოდა, რა ქვია, საჭმელს ჭამს უკვე 2 კიჭი აქვს. ჩემი აზრით ლუკა რო გაზრდება გამოაჯარეთ კაცი. ნიკა გამოვა მეხანძრე. მამიკო არის შრომელი ვაჟკაცი, საყვარელი, თბილი, ყურადღებიანი და უშიშარო. არც მგილისი არ ეშინია, არც დედიკოსი და არც არაფერი არ ეშინია. დედიკო არის ლამაზი, ტკბილი, საყვარელი, ჭკვიანი, ყურადღებიანი, თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული სოუზი. მე მიყვარს კითხვა, წერა და მე შემაყვარა გულო ბასილაძე მკითხვა. ქართული მასწავლებელიც მიყვარს ძალიან. ჩემი საყვარელი წიგნია რატომელას თავგადასავალი, იმიტომ საინტერესო რაღაცებია. თან იცი რა რატომელას თავგადასავალი მასწავლებელმა გამომიყვანა წიგნით რატომელას თავგადასავალი, ხოდა მომაყოლიაბა და რა ქვია პატარაობაში და მიწერა 10 ქულაგულები, რატომელას თავგადასავალის თხრობა, ასე და მიწერა რაღაცები და დედას გავხარდა ძალიან მოვაჩვენე ესა. და ამით უფრო შემეყვარდა კითხვა და წერა. ჩემი საყვარელი ფილმი და მულტფილმი არის ელზა და ანა და ფილმი არის მარტო სახლში. მარტო სახლში ძალიან რა ქვია პატარა ბავშვი დატოვეს რა 5 წლის, 6 წლისა თუ არ ვიცი. მე მამიკო რომ მე ვუნება ფილმს უყუროთ, მე ვუნები ყოველ დღე მარტო სახლში ვუყუროთ, ყოველ დღე ვუნები და ჩართავ და ვუყურებთ. ჯადოსნოე ოჯახი არ მქონდათ, შექმნებოდი ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარი არის ჩემზე დიდი თოჯინა ვარდისფერი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი კერძი? მაგალითად, ჩემი საყვარელი კერძი არის აჭარული ხაჭაპური, მაგრამ ერთხელ ქართული მასწავლებელმა გითხრა, რომ სახალისო დავალებას მოგცემთო. ხოდა ასეთი დავალება მოგცა. სახში რომ გითხრა, რომ ტელეფონი დადეთო, თქვენი საყვარელი კერძი მოამზადესო და ვიდეო გადაიღო და ჩააგდე ჩატშიო. მეც მართლა ვქენი და ჩავაგდე ჩატში. შემდეგ მასწავლებელს ძალიან მოეწონა და გავხარდა. მე გავაკეთე კერძი ჩვეულებრივი ხაჭაპური. მე ვარ აჭარული ხაჭაპურივით გემრიელი გოგო. ბედნიერება არის, რომ კარგად სწავლობ, ჩემ შობლებს ვახარებ და ბედნიერები არიან ჩემი შობლები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.